საღამოშვიდობის და ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ნაცნობი სახეები. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ თქვენთვის საკმაოდ საინტერესო და ნაცნობი პიროვნება ქალბატონი თამილა გოგოლაძე, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად. ბლიც ანკეტა. ზოდიაქოს ნიშანი ლომი, საყვარელი ქალაქები გორი და ბათუმი. ცხოვრების მიზანი, სასარგებლო, საჭირო საქმის კეთება. სამოყვარი ოცნება, მოგზაურობა უძველესი ცივილიზაციის ქვეყნებში. ჰობი, მხატვრული ლიტერატურის კითხვა, სიმღერების მოსმენა, საყვარელი სადილი, აჯაფსამტანი. ფრაზები, რომლებსაც ხშირად იმეორებს. უსწავლელი ქვაზე დაჯდა, ქვას ქვაზე დაემატა. ინდის შვილი, მინდის შვილი, როგორც მამა, ისე შვილი. იდეალური პიროვნება, გრაფი მონტე-კრისტო, საყვარელი მწერლები, რუსთაველი, ვაჟა, ალექსანდრე ჭავჭავაძე და ჰემინგუეი. ბიოგრაფიული შტრიხები. თამილა გოგოლაძე დაიბადა ქალაქ გორში. ყავდა დედა თინათი მცვეთარი, პროფესიით ექიმი. ქალბატონი თამილა გაიზარდა დედის დეიდებთან, მცვეთაძეების ოჯახში. დაამთავრა ქალაქ გორის რკინიგზის ყოფილი მე-11 საშუალო სკოლა. შემდეგ ჩააბარა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მუშაობდა ჯერ საბრძოლო დიდების მუზეუმში, შემდეგ სტალინის სახელმწიფო სახლ-მუზეუმში მეცნიერ მუშაკად. ქალბატონი თამილა იყო გორის რაიონული გაზეთის გორის მშრომელთა წერილების განყოფილების გამგე. შემდეგ წლებში თითქმის ყველა ტიპის უმაღლეს საშუალო სპეციალობის სასწავლებელში მუშაობდა პედაგოგად. ამავე დროს სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში 1964-1968 წლებში. 1983 წელს დაიწყო ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის დისერტაცია. 1984 წლიდან იწყებს მუშაობას ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 1990 წლიდან გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ამჟამადაც მუშაობს. ქალბატონი თამილა ასწავლის გორის სამუსიკო სასწავლებელში მეტყველების კულტურას. მე-9 საშუალო სკოლაში კი მუშაობს ლიცეუმის ჯგუფთან. ამავე დროს აგრძელებს მუშაობას სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, მეცნიერ მუშაკად. თამილა გოგოლაძეს გამოცემული აქვს შემდეგი წიგნები: სიყვარულის ენციკლოპედია, რომელშიც შეკრებილია ცნობილ ადამიანთა ლექსები და გამონათქვამები სიყვარულის შესახებ. ვაჟა ფშაველას სატიფიალო ლირიკა და ქართული სატიფიალო ლირიკის ისტორიისათვის, რომელიც მის მეცნიერულ ნაშრომს წარმოადგენს. აქვს 7 სამეცნიერო ნაშრომი, რომლის გამოცემაც უკვე ფინანსებზეა დამოკიდებული. თამილა გოგოლაძე იმ ადამიანთა მცირერიცხოვან ჯგუფს ეკუთვნის, რომელთაც გორის კულტურულ ცხოვრებაში შემცვლელი არ აყავთ. პიროვნული თვისებები საკუთარი ადგილი აქვს დამკვიდრებული ქალაქის ყოველდღიურობაში და მის სახეს ქმნიან. იგი მრავალი წელია სითბოსა და სიყვარულს არქმევს ადამიანთა მიმართ და სიხარულს ანიჭებს არამატო როგორც ნიჭიერი პედაგოგი, არამედ როგორც ორიგინალური, სასიამოვნო აურძმფლებელი პიროვნება. დიდი ხანია, რაც თამილა გოგოლაძე შეიყვარა და დააფასა გორის საზოგადოებამ. ეს არის ადამიანი, რომლის მიმართაც ყველა დადებითად არის განწყობილი. მართლა ძნელია მოიპოვო საზოგადოების მხრიდან სიყვარული, პატივისცემა, ის დაფასება, რომელსაც ქალბატონი თამილა გრძნობს. მას ჩვენ დეიდისეულ სახლში, პეცხოველის ქუჩა ნომერ 62-ში მდებარე ბინაში შევხვდით. მისი სამუშაო ოთახი წიგნებითაა სავსე, ირგვლივ კედლები კი სამახსოვრო ორიგინალური საჩუქრებითაა მორთული. ისეთი სიწყნარია გამეფებული, თავისადმე კუნძულზე გეგონება ადამიანს, იმ ადგილას, სადაც ქვეყნის ორონტირიანი კედლებს მიგვარჩება, მასთან საუბარში სხვა სამყაროში ვხვდებით და ივიწყებ ყოველგანყოფით პრობლემას. ქალბატონ თამილასთან ხშირად მოდიან მისი მეგობრები, კოლეგები, მოსწავლეები. დღისთვის აღარ მოდიან ახლად შექმნილ ლექსების წასაკითხად, მეგობრებთან შესახვედრად თუ პოლიტიკაზე სასაუბრად. ხანდახან კი ლიტერატურული კონსულტაციის მისაღებადაც შემოივიან ხოლმე. ეს თამილა გოგოლაძის სამსახურებრივი მოვალეობაცაა და მიუხედავად დღევანდელი პრობლემებისა, იგი ამ ყველაფერს თავ შესანიშნავად აღწევს და ყოველთვის მზადაა დაეხმაროს მასთან მისულ ადამიანებს. ქალბატონი თამილა ჩვენთან საუბარს კი თავისი ბავშვობის ხანის გახსენებით იწყებს. ეხსენებს წარსულ წლებს, სკოლის პერიოდს და არავით წდება ის დღე, როდესაც საკმაოდ ძაღლისმა მოსწავლემ მთელი შეგნებით გაიაზრა ის თუ რატომ გაესწავლა. ვიყავი ჩვეულებრივი, ოღონდ ძალიან ჯიუტი და ძალიან, ასე ვთქვათ, გარეთ სამყაროსთან კონტაქტის მოყვარული. მაგრამ გარკვეულ გარემოებათა გამო სუსტი ვიყავი ჯანმრთელობით, ესეც კიდევ რაღაცა ჩემი გაშვება უჭირდა რჩენებს და ამიტომ ფაქტიურად სულ ფანჯარაში ვიჯექი. როდესაც ვიყავი ახლო ურთიერთობაში, მაშინ მიყვარდა მათთან თამაში. ყველანაირი თამაშობები. ეს იყო ბავშვობა, მაგრამ ერთადერთი მეგობარი მაინც რადიო რჩებოდა ჩემი. მე ტელევიზიამ შეცვალა, მაგრამ აი ახლა ისევ აღვადგინე კონტაქტები ტელევიზიაც დარჩა და რადიოც, ისევ მეგობრობაში ადამიანებთან ერთად.
თქვენ ახლა ჩემთან საუბარში საკმაოდ ჯიუტის ყოფილი. ძალიან ჯიუტი. ესე იგი, რასაც მოვისურვებდი, ან რასაც გადავწყვეტ, იმის შესვლა არ მიყვარდა. მაიძულებდნენ და მე საკმაოდ გამოვდიოდი მწყობრიდან, მაგრამ აი ეს ჯიუტე აღმოფხვრეს ჩვენებმა, ჩემმა აღმზრდელებმა აღმოფხვრეს და დღესაც ვერ მიმიგვნია იმ მეთოდებისთვის, როგორ აღმოფხვრეს. მე თუ პედაგოგი ვარ, მაგრამ მე არ ვიცი მათ როგორ შეძლეს ვიხსენებ, მაგრამ ვერ ვიგებ. დედა ჩემი მეტყოდნენ ხოლმე, რომ მაგალითად ჩვენ არ მოგეხმარებით სკოლაში მასწავლებელი ერთ-ერთი მასწავლებელი იყო ალექსანდრა, მე არ მოგეხმარები შენ მასწავლებლებთან, არაფერს, შენ თუ გახვალ, შენი დგახვალ. მე კიდევ ცოტა მეზარებოდა სწავლა. ნამდვილად გეუბნებით, როგორ წფელად ვამბობ, მეზარებოდა სწავლა, წიგნების კითხვა ყველაფერს მერჩივნა. მაგრამ გამოცდების პერიოდი მოვიდა და ვფიქრობ, რომ არაფერი გამოვა. უკვე წასულია ჩემი საქმე. სკოლაში 7 წლების დამთავრების პერიოდი და მაშინ გადავწყვიტე, რომ მოდი, უნდა დავტოვო ეს წიგნები, ახალი წიგნი მომიტანეს მაშინ დიუმას 3 მუშკეტერი, აი ამას დავტოვებ და არ წავიკითხავ მანამ, სანამ გამოცდებისთვის არ მოვემზადები. მოვემზადე გამოცდებისთვის, მაშინ ასე ვთქვათ, ავიღე ის წიგნი ხელში, მაგრამ შენ ნებისყოფაც გამოვიმუშავე. ფაქტიურად მათ იმუშავეს ნებისყოფაზე. ეს იყო. ფაქტიურად ალბათ ეს მაგალითი გახდავთ იმისათვის, რომ ასე მოქცეული იყავით. ჩემი გარდაქმნა დაიწყო მე-7 კლასიდან. მანამდე ეს იყო, ასე ვთქვათ, ზარმაცი და იძულებით ხუთოსანი. იძულებით, ჩვენების იძულებით, თორემ მე თვითონ სურვილი არ მქონდა. ეს შემდგომ რაც შეეხება უკვე სკოლა დაამთავრეთ, იყავთ აქტიური მოსწავლე. ძალიან და სკოლაშიც და ინსტიტუტშიც. შეეხება სტუდენტობის პერიოდს. სტუდენტობის პერიოდი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და ამ საქმიანობას ეწეოდი ლექციების შემდგომაც. ასე რომ ფაქტიურად გვიან მოვდიოდი სახლში ძალიან. მე მომზადება ამ პერიოდში დავსწავლობდი დაუსწრებელ ინიასში, მოსკოვის დაუსწრებელ კურსებზე, უცხოენების კურსებზე, ჩემი დამოუკიდებლად. მაშინ მომზადება მოდაში არ იყო. და იმ მიღებული ცოდნით ჩავაბარე გერმანული ინსტიტუტში ასპირანტურაში საერთოდ. ქალბატონ თამილეს ძალიან უყვარს თავისი მეგობრები, კოლეგები, სტუდენტები. განსაკუთრებით იხსენებს იმ ძვირფას საჩუქარს, რომელიც მას ერთმა სტუდენტმა გაუკეთა. ეს იყო 1999 წელს, როდესაც იამზე კვინიკაძემ გადასცა თავისი ხელით ნაწერი ვეფხის ტყაოსანი. სტუდენტი ამ ხელნაწერის გადაწერას 2 თვე მოუნდა. ამ ღირსშესანიშნავი ფაქტის შემდეგ დავწმუნდი, რომ ჩემი მოწოდებები მოსწავლეების წინაშე ამაო არ ყოფილა. გვიმხელ საუბარში ქალბატონი თამილა. ძალიან ბევრი, ძალიან კარგი დამოკიდებულება და მე მგონი რომ თითქმის ყველასთან მეგობრული, ყველასთან. თითქმის ყველასთან. იმიტომ რომ მიზანი ეგრეთია ჩემი და თუ ვიღაცამ ვერ დაამყარა მეგობრული ურთიერთობა, ეგ უკვე სხვა ამბავია. მე არა მაქვს მიზნად ეს რომ არ დაუმეგობრდე. იმიტომ რომ მეგობრობით სიყვარულით იწყება ყველაფრის სწავლა. ფილოლოგია სიყვარულია არა მარტო ლიტერატურის, არამედ ადამიანების სიყვარულიც. სამწუხაროდ ვერ შევძელით ქალბატონ თამილას მეგობრებთან, კოლეგებთან შეხვედრა, იმის გამო, რომ ისინი საზაფხულო ჩოგბურებაში იმყოფებოდნენ. სამაგიეროდ ქალბატონ თამილას ყოფილმა სტუდენტებმა არ დაიზარეს გამოეთქვათ თავიანთი აზრი ამ შესანიშნავი ქალბატონის მიმართ.
თამილა გოგოლაძეს ჰყავს დიშვილები კახა და ნინა ხვედაძეები, ძმისშვილები არჩილი, რომელიც კინორეჟისორია და ირინა გოგოლაძე, რომელიც ბალერინაა. ისინი ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ჩვენ მხოლოდ სურათებით შევძლებთ მათი გაცნობა. ქალბატონ თამილას ძალიან უყვარს შინაური ცხოველები. სახლში ყავს კატები, უსი და პაკი, ძაღლი ყურშა, რომელთანაც მიკარება ნამდვილად ვერ გავბედენ. თამილა გოგოლაძეს ოჯახში ძალიან იშვიათად უხდება საქმიანობა. იგი სამსახურებრივად სულ დაკავებულია, რომ ფაქტიურად აღარ რჩება სამზარეულოში საფესურზე. თუმცა ძალიან კარგად ამდენებს აჯანყსანდასა და გემრიელად ხარშავს ყავას. თუ აი გეხერხებათ საოჯახო საქმიანობა მეხედელობაში მაგ იქ სადინების გადაწყვეტა რამდენად გიყვართ ეს საქმე სამსახურებრივად ახლა და რასაკვირველია ყველას ეგონა რომ მე საერთოდ არაფერს ვაკეთებდი თვითონ ჩემი ოჯახის წევრებსაც კი მაგრამ ვინაიდან ინტერესი მაქვს და აი ეს შედეგები უფრო მაინტერესებს ამიტომ ძალიან მიყვარს მაგრამ როდესაც ჩვენები ჩამოდიან ან თქვა სტუმრები მყავს აუცილებლად მაშინ ვაკეთებ მე ჩემთვის ვაკეთებ ხოლმე ახაც ფოკუს მოკუსებს ოღონდ ძალიან მიყვარს განსხვავებული მიყვარს ნაყენების დაყენება რაღაც სხვადასხვა ჩაი სხვადასხვა ის ასე ვთქვათ სანელებლებთან ბით შეზავება და ასე შემდეგ ახალი რეცეპტი საინტერესოა ძალიან ჩემთვის ნუ ბუნებრივია რომ ეს არის უფრო ინტერესთან დაკავშირებული კონკრეტულად სარდილი რომელიც ძალიან გიყვართ რომ აი სარდილი აჯაფსანდალი ძალიან მიყვარს ბუნებრივია მიყვარს ჩემი გაკეთებული აჯაფსანდალი ჩვენებს როგორც უყვარდათ ისეთი ასეთი ეს მარტივი საჭმელია, მაგრამ ამავე დროს მარტივი კერძია, მაგრამ ამავე დროს არის ძალიან გემრიელი ჩემთვის. დაბადების დღეს, ჩემ დაბადების დღეს ყოველთვის აჯაფსანდალს ვაკეთებ. თავისუფალ დროს ქალბატონ თამილას უყვარს მხატვრული ლიტერატურის კითხვა, ხოლო როდესაც სამუშაო განწყობილებაზეა ქმნის თავის ნაშრომებს. ამჟამად შექმნილი აქვს 7 მეცნიერული ნაშრომი, რომლის გამოცემაც უკვე ფინანსებზეა დამოკიდებული. მან არის იმ ნაშრომებს, რომლებიც თაროებზეა დავალებული, როდის აღიარება მზის სინათლის ხილვა. ეს ყველაფერი კინომავლის საქმეა. იგი ბუნებით ოპტიმისტია, მომავალს ლამაზფერებში ხედავს და იმედოვნებს, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად იქნება. ძნელია ერთ გადაცემით, ერთი კალმის მოსმით შეაფასო ის ადამიანი, რომელიც გორის ქუჩებში გააბიჯებს ამაღად, ალაღად, გააბიჯებზე თან მიყვება ათეულობით ადამიანისაგან სიტყვა, სიყვარული, ის ყველაფერი, რომელსაც თვითონ უშუალოდ გასცემს და უკანონიკებს ამ სიტყვასა და სიყვარულს. მის შემხედვარეს კიდევ ერთხელ ვწმუნდებით იმ ჭეშმარიტებაში, რომ სიკეთე არასოდეს იკარგება. ქალბატონი თამილა რეგიონის მოსახლეობას საუკეთესო სურვილებით გამოგვამშვიდობა და სამახსოვროდ პატარა ლექსის ტრიქონებით წამოიკითხა. დასუსუროთ ჩვენს მოსახლეობას. სიყვარულს. და რამე თქვენი საყვარელი ლექსიც ხო წაგუგიხარით? რა ვიცი, ყველაზე პირად არაფერი მახსოვს ახლა ამ წუთში არაფერი მახსოვს. მაგრამ ალბათ, მაგრამ რადგანაც კაცნი ქვია შვილნი სოფლისა, უნდა კიდევაც მივსდიოთ მას გვესმას მშობლისა. არც კაცი ვარ, რომ ცოცხალებოდ არსებს გასოს იყოს სოფლში და სოფლისთვის არა ისურვებს. ძირფასად ტელემაყურებლებო, ამით ჩვენი გადაცემა დასრულდა. ჩვენ ერთ კვირაში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და ისევ თქვენთვის საინტერესო ნაცნობ პიროვნებას წარმოგიდგენთ, ასე რომ დაგველოდეთ. მე საუკეთესო სურვილებით გამშვიდობებით დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ნახვამდის.